საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის ელგუჯა თავბერიძის განცხადებით ბრალდებული პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში და სააგენტოს ყოფილ თანამშრომელსა და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად უკანონოდ მითვისებულ თანხებს ანაწილებდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2025 წლის 1 აგვისტოს ბრალდებული სახით სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის მოქმედი უფროსი თკ დააკავა. ბრალდებული პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში და სააგენტოს ყოფილ თანამშრომელ ლდსა და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ახდენდა მართლსაწინააღმდეგო დაუფლებული თანხების ურთიერთშორის განაწილებას. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-180 და 362 მუხლებით, რაც სასჯელის სახედაზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ნაციონალური მოძრაობის წევრს ლაშა ცანავას პატიმრობა შეეფარდა. სახელმწიფო ბრალდება ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორმა გიორგი კავსაძემ შუამდგომლობაში განმარტა თუ რა ქმედებები განხორციელდა ბრალდებულის მიერ. მისი თქმით, ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს WhatsApp-ის მეშვეობით დაუკავშირდა და განუმარტა, რომ ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის საფასური $5,600 იქნებოდა. კავსაძის თქმითვე საქმეში ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები არსებობს. პარალელურად ადვოკატის თქმით ლაშა ცანავას შესთავაზეს თანხა, რომ ეგრეთ წოდებული აგენტი გამხდარიყო და ლევან ხაბეიშვილის შესახებ ყველა ინფორმაცია სუსთან მიეტანა. ადვოკატის თქმით, ცანავას ქმედება მიზნად ადამიანის დახმარებას ისახავდა. ყეშელაძის თქმითვე, ცანავას მხრიდან მიმალვის ახალი დანაშაულის ჩადენისან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არ არსებობს, რის გამოც მისთვის პატიმრობა არ უნდა შეეფარდებინათ. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების არგუმენტაციასთან დაკავშირებით, რომ ლაშა ცანავას შეფარდებოდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, მოგეხსენებათ, მის მიერ ჩადენილია დანაშაულით კერძო თაღლითობა, ანუ მან მოტყუებით თაღლითური გზით იგი დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქეების თანხას. არსებობდა უამრავი მტკიცებულება, ეს არის აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები. და დღეს განვიხილეთ აღკვეთის ღონისძიება. პატიმრობა, იმიტომ რომ ეს იყო სავალდებულო აუცილებელი, ამით დაზღვეული იქნა მთელი რიგი რისკები. ბრალს, რომელსაც ედავებიან, თან თაღლითობის მცდელობას, თაღლითობასაც არა. სუსი არ აკავებს ამაზე. ეს არ არის სუსის საქმე. ეს არის პოლიციის საქმე. თუმცა წაიყვანეს სუში და დღეს ლაშა ცანავამ ვაშკაცმა კაცმა, რომელიც ვერ შეაშინეს, ვერ დააშინეს, ვერც ბევრი ფული რო დაუდეს და უთხრეს, რომ იცით რა, აი ხა რაღაცა კადრები გვაქვს ჩვენ შეკერილი და აირჩი ან 9 წელი. ან ხაბეიშვილს უთვალთვალე, ჩაწერე, გითხარი სად გადაადგილდება. კამერა დაიბნიე და ზდიე შენს მეგობარს თავაწეულმა და ღირსეულად ლაშა ცანავამ თავისით გააღო თავისი საკნის კარი. ცხადია მის ბრძოლას გავაგრძელებთ ჩვენ. მნიშვნელობა არ აქვს, პოლიცსაბჭოს წევრი არის თუ არა, არ არის წევრი, რასაკვირველია, პოლიტიკურად მხარდამჭერი არაერთი ადამიანი გამოჩნდება, თვითონ ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ შიდა არსია ამ ხალხის, ისეთი რომ წავსწრებები არიან ნებისმიერ ფორმაზე რაღაც სახელმწიფოსთან დაპირისპირების. ადგილობრივ არჩევნებამდე 2 თვე რჩება. ქართულმა ოცნებამ ოფიციალურად მერობის კანდიდატად კახა კალაძე მესამე ვადით წარადგინა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავს. პარალელურად ოპოზიციაში არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. ამ დროისთვის პროცესში მონაწილეობას გეგმავს პარტია გირჩი. გაერთიანებული ძალებით აპირებენ არჩევნებში ჩართვას პარტიები გახარია საქართველოსთვის და ლეო ძლიერი საქართველოსთვის. ოპოზიციის ნაწილი კვლავ ბოიკოტში რჩება. მართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და პოლიტპატიმრების განთავისუფლების მოთხოვნები კვლავ უცვლელი რჩება. ასე თუ ისე კალაძის წარდგენა პროგნოზირებადი იყო მიუხედავად ბევრი სხვა ჭორისა და ჯერჯერობით მე არ მგონია რომ სერიოზული კონკურენცია შეიძლება ოპოზიციამ გაუწიოს, იმიტომ რომ ის ურთიერთთავდასხმები, ბრალდებების განხეთქილება, რომელიც ოპოზიციაში არის, უიდეობა და ლაპარაკზე უარის თქვა, გამორიცხავს, რომ შესაძლებელი იყოს დაამარცხოს ქართული ოცნება, რომ კალაძე არ ყოფილიყო თბილისში ან ნებისმიერ დიდ ქალაქში. 4 ოქტომბერს მივმართავ საზოგადოებას.
უმნიშვნელოვანესია არავინ არ დარჩეს სახლში. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით უფრო მარტივად, შვიდად დავამარცხებ და გავუშვებთ ამ ხელისუფლებას. 4 ოქტომბერი არის გამარჯვების, ქართველი ხალხის გამარჯვების თარიღი და რომ ეშინიათ ამ თარიღის. უკვე ყველა კოჭებზე გეტყობათ. ბიჭებო, კოჭებზე. სერიოზული რაიმე პროგრამა არ გააჩნიათ გარდა იმ რაღაც ხმადაღებული ჭორების გავრცელებისა, რომელიც ეხება კახა კალაძის საქმიანობას. თითქოს მეტროს სადგურები უნდა ყოფილიყო და ფული შეიჭამა, როგორც აკრობატი ალეკო ამბობს. ბევრი სხვა საკითხები, რომელზედაც ალტერნატიული პროგრამები კი არა აქვთ, ალტერნატიული ხედვა, პოზიტიური შეფასება, ნეგატიური გამოვლენა ამ საკითხებთან დაკავშირებით თავისი ხედვების გაზიარება ამორჩევლისათვის, არამედ პირდაპირ გადასულები არიან აი ამ დეზინფორმაციაზე. ამერიკის სენატში საქართველოს მხარდამჭერი მეგობარი აქტი შესაძლოა დაგეგმილზე ადრე მიიღონ. საკითხზე ინფორმაცია ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტმა ლექს რაფოღლუმ გაავრცელა. მისივე ინფორმაციით კანონპროექტის მიმართ დაწესებული 3-დან ერთ-ერთი ბლოკირება გაუქმდა. ცნობისთვის მეგობარი აქტი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით წარდგენილი კანონპროექტია, რომელიც საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში შემჩნეული პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. მეგობარი აქტი არის ჩვენი ლობიზმის შედეგი და ის არის რაიმე დისკუსიების ან ღია ჩამოყალიბებული პრინციპების შედეგი. ამიტომ ძალიან რთულია პროგნოზირება იმის თუ როგორ მოხდება მისი მიღება. შეიძლება ლობისტური აქტივობა წარმატებით დასრულდეს და მიიღონ ეს აქტი, შეიძლება ვერ მიიღონ, ვერ გაიაროს სენატი, შეიძლება გაიაროს სენატი, მაგრამ პრეზიდენტმა არ მოაწეროს ხელი, ან ეს მოხდეს საკმაოდ სწრაფად. მაგრამ თავი პრობლემა ამ მეგობარი აქტის არის ის, რომ მათ შორის წინა მეგობარი აქტის განსხვავებიდან, იმიტომ ეს მეორე ვერსია მნიშვნელოვნად განსხვავდება პირველი ვერსიისგან, ის არ მოიცავს ასე ვთქვათ დადებით შინაარს, რომელიც ჩვენ ქვეყანას რაღაცა წინ წაწევდა, თუ მაგალითად რაღაც ნორმალურად არჩევნები ჩატარდებოდა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ერთგვარი დასჯის მექანიზმია, მაგრამ არ არის მიღებული ღია დისკუსიის შედეგად, რომ გასაგები იყოს, აი რა კონკრეტულად რა პრობლემებზე პასუხი არის ეს მეგობარი აქტი და პრინციპში რაღაც გაგებით ეწინააღმდეგება იმ პოლიტიკას, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ბოლო პერიოდში აცხადებს. რუსეთის მიერ კიევზე 31 ივლისს მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31-ს მიაღწია. დაღუპულთა შორის 5 ბავშვია. დაშავებულთა რაოდენობა 160-ს აღემატება, მათ შორის 16 ბავშვია. უკრაინული მედია წერს, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. სამძებრო სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება. ქალაქის ხელისუფლებამ პარასკევი გლოვის დღედ გამოაცხადა. 31 ივლისს რუსეთმა კიევის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და 8 რაკეტა გაუშვა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ათობით ქვეყანას მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესა. როიტერსის თანახმად პრეზიდენტმა ტარიფები დაუწესა მათ შორის ქვეყნებს, რომლებიც ამერიკის მთავარ მოკავშირეებად მიიჩნევა: კანადას, ბრაზილიას, ინდოეთს, ტაივანსა და შვეიცარიას. როიტერსი წერს, რომ დონალდ ტრამპის ბრძანებაში 69 სავაჭრო პარტნიორისთვის იმპორტის გადასახადის 10-დან 51%-მდე ზრდა არის მითითებული. ამასთან პრეზიდენტის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ყველა უცხო ქვეყნიდან შეტანილ საქონელზე 10%-იანი იმპორტის გადასახადი დაწესდება.